ჩვენმა ეკაჭვრიტიძემ გადაწყვიტა რომ დამაპუროს და თავისი ხელით გაკეთებული ხბოს ჯიგრის ყაურმა მოაქ. თან ეკა ხო იცით გამარჯვებული არის იქ ვაიმე რა ერქვა იმ გადაცემას ნიტო მასტერშეფი, ნიტო სამზარეულო სოფელი, გამარჯვებული რომელიღაცა დიდი პროექტის და მაგის გაკეთებული რა იქნება, ხო ასე ხართ. კვადრატი ჩდება? რას ვაკეთებდი მორგში 20 წელი? ხო, რას აკეთებ? ანატომიის 11 ნორმალურ ანატომიის 11 ვარიანტს ავდობდი. და მტრების არ გეშინოდა? არა, ეს მტრები იყვნენ, მაგრამ ეს იყო მასალა, რაზეც მე უნდა მესწავლა, თორე მე ვერ ვიქნებოდი ექიმი და რა მიყვარს, იცი? ეს ჟურნალისტები მე რომ მისვამენ ამ შეკითხვას საქართველოში მორგი. ჩემს გარდა მორგში არც ერთ ქირურგს თუ არ მუშავია, კარგად ყოფილა საქმე ამ ქირურგს. და პანაშვიდებზე მიცვალებული რატო გეშინია? გეშინია. ყაურმა იყო აბსოლუტურად სასწაული, მადლობა ეკა. ციცოზე მინდა გითხრათ ერთი სიტყვა. ციცო ხანდახან ვერ ჭამს ხორცს. რატო ციცო? მორგში თუ მუშაობდი, მთელი კვირა ვერ ჭამდი. აი მორგში როცა მუშაობდა, ვერ ჭამდა, ეხაც მორგში ხوار მუშაობ, კალო. არა. ეხლა ერთი რამე მინდა იცოდე ციცოზე, ეკა შენ ეს ამბავი არ იცი. ციცოს ეშინია მიცვალებულების და არ ეშინია გვამების. აბა ნახოთ რაშია საქმე. ციცო, მიცვალებულების რატო გეშინია? ეს არის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული მოცებულობა, რომ ვიღაცა მოვტან ახლობელი. ახლობელთან დადიხარ ხო მარტო სატირილებში, ხო? და მეწოდება, არ გეწოდება, თუ ჩაცმული მიცვალებულის გეშობიდანვე მე. ხო და აბა მაშინ 20 წელი მორგში რას აკეთებდი, ჰა? ციცოს ყველი, გიყვარს ციცო ყველი? კი გიჟდე. ისე მიყვარს. ყველაზე მაგარი ექიმი, ყველაზე მაგარ თუშურ ყველს. ეს გუდის ყველია? დიახ. ვახ. ცოტას მარილს გავაცლია, ცხელწყალს და გენიალური. კაი, ჩემო საყვარელო, გამოს. მადლობა ეკა. შეგერგოთ.